თავი მე-6. შაბათს მოუხდა გავლა ყანებზე და მისი მოწაფეები გლეჯდნენ თავთავებს, ხელით ფშვნიდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ. რატომ აკეთებთ იმას ისე გაკეთებათ შაბათს არაა ნებადართული? იესომ პასუხად უთხრა მათ. ნუ თუ არ წაგიკითხავთ რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფებს. როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა გარდა მღვდლებისა, შეჭამა და მასთან მყოფთაც დაურიგა. უთხრა მათ. შაბათის ბატონიც არის კაცისზე. მეორე შაბათსაც მოუხდა მას სინაგოგაში შესვლა და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. წიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას. აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა დაედანაშაულებინათ იგი. მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა. ადეკ და გამოდი შუაში. ისიც ადგა და დადგა შუაში. იესომ უთხრა მათ. მინდა გკითხოთ თქვენ. შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა? ყველას გადახედა ირგვლივ და უთხრა მას. გაიწოდე შენი ხელი. ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი. ისინი კი რისხვით აღივსდნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ეკნათ იესოსთვის. იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა. დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და ამოირჩია მათგან 12, რომელთაც მოციქულები უწოდა. სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე. მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა, იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა. ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან და ზღვისპირეთიდან, ტვიროსიდან და სიდონიდან, რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინა და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ, არაწმიდა სულით გატანჯულნიც და იკურნებოდნენ. მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა. აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა. ნეტარნი ხართ გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან როგორც ბოროტს კაცის ძის გამო. იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები. პირიქით, ვაი თქვენ დიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. ვაი თქვენ მაძღარნო, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, ასევე ექცეოდნენ სრულ წინასწარმეტყველთ მათი მამები. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით. გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ყველას, ვინც გთხოვოს მიეცი და ვინც წაგართვას, უკან ნუ ღარ მოსთხო. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოეკეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რამადლია, ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილის მყოფლთ, თქვენთვის რამადლია, ცოდვილნიც ხომ ასე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვის იმედის გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღამადლი. ვინაიდან ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუ ღარაფერს მოელით და დიდი იქნება თქვენი საზღაური. იქნებით უზენაესის ძენი, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. მსჯავრს ნუ დაზდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი. მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ. კარგი საწყაო
დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში, რადგან რომელი საწყაუთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ. იგავიც უთხრა მათ. განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა. განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან. მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა, ვინც გაასრულებს, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს არ აგრძნობ. ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენ ძმას, ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვიო, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ. თვალთ მაგწო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ თუ როგორ უნდა ამოუღო შენ ძმას თვალიდან ბეწვი. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს, არ ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა. ნარ ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლევს და არც მაყლოვანზე იკრიფება ყურძენი. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს. ბოროტი კაცი კი ბოროტისაგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. რატომ მიწოდებთ უფალო, უფალო და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით. ყველა ვინ ჩემთან მოდის, ჩემ სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაც აღგავს. იგი გავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა ჩააღრმავა და კლდეზე დადო საზირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძურა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი გავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის დანგრევა.